მოგზაურობისა მოკლედ დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს 9 საათზე, როგორც ჩუქნიდან მეწარმეები მაღალჩინოსნებს ქონებას. იძულებით გადაფორმებული მიწის ნაკვეთი რუსთავში. დღის მთავარ გამოშვებაში დოკუმენტი, რომელიც მეცხრე არხმა მოიპოვა და ქონება, რომელიც გადაფორმებულია რუსთავის ვიცე-მერზე. რუსთავის მერიის მაღალჩინოსნის გიორგი ტაბატაძის ორი პასუხი დოკუმენტის ნახვამდე და ნახვის შემდეგ, ასევე რასწყვება მეწარმე, რომელსაც ჩინოვნიკები ზეწოლას ერთი თვის განმავლობაში შენობის სარდაფში ახდენდნენ. საათზე თბილისის მერის ლას-ვეგასში ვოიაჟების საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული 3 ვიზიტი სათამაშო ბიზნესის ცენტრში. დღის მთავარ გამოშვებაში რა დაუჯდა თბილისელებს მერის 3 გასეირნება კაზინოების, ღამის კლუბების, სკრიპტის ბარებისა და ფეშენებელური სასტუმროების ქალაქში. რატომ იმყოფებოდა გიგი უგულავა ლას-ვეგასში 1 წლის განმავლობაში 3-ჯერ? მერიის პასუხი მეცხრე არხს. არამიზნობრივად დახარჯული ათეულობით მილიონი 9 საათზე, რომელი უწყება ხარჯავდა 2012 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას. არამიზნობრივად დახარჯული მილიონების ხუთეულში თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს. ამის გარდა საუბარია რაიონულ გამგეობებზეც, ასევე შესასწავლია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯული 8 მილიონი. გაერთიანებული შტაბის უფროს, რომელსაც უფლებამოსილება აქვს შეჩერებული, ბრალი დაუმძიმდა. გიორგი კონკრეტულად რა ახალ ეპიზოდზეა საუბარი მაღალჩინოსანის სამხედროს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. ეს და დღის მთავარი ამბები 9 საათზე მეცხრე არხზე, დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.